უკვე 60 წელზე მეტია, რაც ევროპა ხელმისაწვდომი აბორტის ტენდენციას უდგას სათავეში. თუმცა ამ ტენდენციის შეცვლის საფრთხის გამო მოქალაქეები გამოვიდნენ ინიციატივით, რომელიც ევროკომისიას მოქმედებისკენ მოუწოდებს. აბორტის უფლების დაცვის ამ ინიციატივამ სახელწოდებით ჩემი არჩევანი ჩემი ხმა. გასული წლის დეკემბერში მილიონი ხელმოწერა მოაგროვა. ჩვენ გადაცემაში აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ეს ინიციატივა ბრიუსელისთვის. ევროკომისია ოფიციალურად არ არის ვალდებული უპასუხოს ამ ინიციატივას, რომელიც მოითხოვს, რომ ევროკავშირის ყველა მოქალაქეს მიუხედავად ეროვნებისა და საცხოვრებელი ადგილისა ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო და კანონიერ აბორტზე. ევროკავშირში თითქმის ყველა ქვეყანაშია დაშვებული აბორტი საკუთარი სურვილით ორსულობის 12 კვირამდე ვადაში. მხოლოდ პოლონეთსა და მალტაში მოქმედებს ძალიან დიდი შეზღუდვები. პოლონეთში ლეგალურად აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის დროს. მაგრამ მალტაში აბორტი მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაშია დასაშვებელი. ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებშიც ნებაყოფილობითი აბორტი კანონიერია, ექიმები უარს ზნეობრივი პრინციპების გამო ამბობენ. ჩვენ ევროპელებს ვკითხეთ აზრი, უნდა გადავიდეს თუ არა აბორტის რეგულირება ცალკეული სახელმწიფოს კომპეტენციიდან ევროკავშირის კომპეტენციაში. ასეთი ფუნდამენტური საკითხებისთვის უნდა არსებობდეს ევროკავშირის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ჩარჩო. რადგან ვიცით, რომ უნგრეთი მაინც და მაინც არ მისდევს ასეთ სახელმძღვანელო პრინციპებს და სავარაუდოდ ძალიან მკაცრად დაესხმება მათ თავს. მე არ მივესალმები აბორტს, ჩანასახი ცოცხალი არსებაა და მე ვერ დაუჭერ ამას მხარს, თუმცა ყველა შეიძლება შეცდეს. შეუძლებელია ჯანდაცვისა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სტანდარტების დამყარება მთელ ევროკავშირში. ჩემი აზრით, ევროპამ აბორტთან დაკავშირებით ერთიანი კანონი უნდა ამოქმედოს, რადგან თითეული ქვეყანა განსხვავებულად მართავს ამ საკითხს და ყველა ქალს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება. მარტა ირაოლა ადევნებდა თვალს ამ საკითხს ევრონიუსზე. მაინც რა პასუხს უნდა ველოდოთ ევროკომისიისგან ჩემი არჩევანი ჩემი ხმის მიერ შექმნილ პეტიციაზე აბორტის უფლებებთან დაკავშირებით. ამ პეტიციას უკვე ჰყავს მილიონზე მეტი ხელმომწერი და ყველა მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ახლა ევროკომისია ვალდებულია პასუხი გასცეს მოქალაქეთა ინიციატივას. ეს ნიშნავს, რომ ევროკომისრების კოლეგია განიხილავს ამ საკითხს ერთ-ერთ შეხვედრაზე და რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კი შეიძლება იყოს საკანონმდებლო წინადადება კავშირზე გასვლა ან უბრალოდ პეტიციის აღიარება, რომ უფრო შორს აღარ წავიდეს ეს ამბავი. 2022 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუქმეს კანონი, რომლის მიხედვითაც აბორტის ლეგალიზება ფედერალურ დონეზე 50 წლის წინ გადაწყდა და სანაცვლოდ თავად შტატებს მისცეს ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება. ამის შემდეგ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ძალიან მკაფიო მოთხოვნით. რა მოთხოვნაზეა საუბარი? გასული წლის აპრილში ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომ აბორტის უფლება ჩაიდოს ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში, რათა ის კანონი საფუძველზე იყოს სავალდებულო ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში. თუმცა ეს მაინც არ არის სავალდებულო, უფრო სიმბოლურია. ორივე ერთადაა, ასე ვთქვათ. და რას უნდა ველოდოთ წევრი სახელმწიფოებისაგან ნებისმიერ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიიდან და ევროპარლამენტიდან მოდის? თუ ამ წინადადების საფუძველზე ისინი რამე საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, ნიშნობა ევროპულ საბჭოში და მერე ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ. თუმცა ისიც მართალია, რომ ევროკომისია შეუძლია აბორტის საკითხის მოგვარება ჯანდაცვის დირექტივით, რომელსაც საზღვრები არ აბრკოლებს. ეს არის დირექტივა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურება ევროკავშირის ფარგლებში ნებისმიერ ქვეყანაში მიიღონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ქალებს არ უნდა შეხვდეთ დამატებითი ბარიერი აბორტის მოთხოვნის დროს, თუ კი ეს მოთხოვნა არ არღვევს კანონით დადგენილ ვადებს. მაგრამ ევროკავშირის 9 ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და პორტუგალიაში, კანონი ქალებისგან ითხოვს, რომ რამდენიმე დღე დაფიქრდნენ, სანამ განცხადება შეიტანენ. 7 ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთსა და იტალიაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ქალებს ჩაუტაროს კონსულტაცია, რომლის დროსაც ცდილობენ ქალის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას. სხვა ქვეყნებში ექიმები უარს ამბობენ აბორტზე სინდისის ქენჯნის გამო, რის შედეგადაც ქალები აბორტ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იკეთებენ, ან სხვა ქვეყნებში მიდიან. ამ ყველაფრის საპირისპიროდ საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც გასულ წელს აბორტის უფლება კონსტიტუციაში ჩაწერა. რამდენად ხელმისაწვდომია აბორტი ევროკავშირის მასშტაბით? ევროპის უმეტეს ქვეყანაში აბორტი ხელმისაწვდომია, მაგრამ შეინიშნება ისევე როგორც ყველგან დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ყოველთვის არსებობს არჩევანისა და გენდერის საწინააღმდეგო მოძრაობები, ასევე რელიგიური მოძრაობები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ, რათა აბორტზე წვდომა შეიზღუდოს. აბორტის ხელმისაწვდომობა ძალიან განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ევროკავშირი არ არის ჯანდაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი. ის მხოლოდ მხარს უჭერს მას. სუბსიდირების პრინციპი
იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყანას აქვს შესაბამისი ზომების მიღების რესურსი, მაშინ ევროკავშირი არ ერევა. Es decir, que si el país tiene recursos para proporcionar ese tipo de medidas, pues la Unión Europea no interviene. უნდა ჩაითვალოს თუ არა აბორტის უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. აბორტის ხელმისაწვდომობა აქტივისტებისა და ექსპერტების აზრით უნდა ჩაითვალოს ფუნდამენტურ უფლებად, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აბორტის წვდომა ქალებს მათი ფუნდამენტური უფლებების გამოყენების საშუალებას მისცემს, განსაკუთრებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებისა, რომ არ იყოს ძალადობის, დისკრიმინაციის, არაადამიანური ან შეურაცხმყოფელი მოპყრობის მსხვერპლი და ასე შემდეგ. მართლაც ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც აბორტი ფაქტობრივად აკრძალულია, ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან. Et en effet, on voit que dans les pays où l'avortement est pratiquement interdit, les femmes subissent de grandes violences. No hay aborto seguro. არ არსებობს უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის უვნებელი აბორტი. აბორტი არ კურნავს არც ერთ დაავადებას, ამიტომ მინდა გავხსნა დისკუსია საკითხზე, თუ რატომ ითვლება გამოსავლად აქტი, რომელიც გულისხმობს ძალადობას საკუთარი ვაჟის ან გოგონას მიმართ და რომელიც დედის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ეს ძალიან სახიფათო ზომაა და მისი წახალი ისება ხდება, ნაცვლად იმისა, რომ სხვა ტიპის სოციალური მექანიზმები მოიძებნოს, რომელიც გაცილებით კონსტრუქციული და უსაფრთხოა დედისათვის. Proponer otro tipo de medidas sociales mucho más constructivas y mucho más seguras para la madre. როგორ გონიათ რა როლი უნდა შეასრულოს ევროკომისიამ აბორტის ხელმისაწვდომობის რეგულირების საკითხში? ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპული ინიციატივის მიერ მოთხოვნილი კანონი დამტკიცდება, რომ ევროკომისია მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც შექმნის ფინანსურ მექანიზმს, რომ წევრი ქვეყნები დაეხმარონ იმ ქალებს, რომელთაც აბორტი სჭირდებათ. Puisse secourir des femmes qui doivent avoir accès à l'avortement. Me parece que si trata de financiar. ჩემი აზრით, თუ ევროკომისია ამ ზომის რამენაირად დაფინანსება შეეცდება, ამან შესაძლოა ეროვნული კანონი დაარღვიოს. მეორე მხრივ, მე ველოდები ევროკომისიისგან კეთილშობილურ ქმედებას, რომ ახლოს მივიდეს რთულ მდგომარეობაში მყოფ ქალთან, ყველა ემიგრანტ ქალთან და მათ შვილებთან. Crítica de embarazo. თანასწორობის საკითხებში ევროკომისიის პორტფელი ჰაჯა ლაბიბ საბარია. მან ევროპარლამენტში მისვლისთანავე თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აბორტი თანაბრად რომ არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა მან ისიც აღიარა, რომ ძალიან რთული იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება ყველა ქვეყანაში.